20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, შეუერთდება თუ არა ეთიკის წესებს თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის და აქვს თუ არა პარტიას არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მოლოდინი. ჩვენს შეკითხვებს თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის წევრი დავით ფაცაცია უპასუხებს. მოგესალმებით, საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მადლობა თქვენ. ბატონ დავით, შეუერთდებით თუ არა ქცევის კოდექს საერთო პოლიტიკურ თამაშის წესებს, რომელზეც მუშაობა უკვე დასრულებულია, პარლამენტში ინიცირებულია, პრემიერის მხარდაჭერა აქვს და ხელსაწერს უკვე ყველა პარტია, საპარლამენტო პარტია ნაციონალური მოძრაობის გარდა და საუბარია იმაზეც, რომ შესთავაზებენ არასაპარლამენტო პარტიებსაც ხელმოსაწერად. თქვენი პოზიცია როგორია? ჩვენ ზოგადად მივესალმებით ამ ტიპის ინიციატივებს, თუმცა ჯერჯერობით არ გაგვიხილავს ესე ვთქვათ პოლიცსაბჭოში თუ ჯგუფში და ჩვენს ესე ვთქვათ დამფუძნებლებში და მე ვფიქრობ უახლოეს დღეებში გადაწყდება ეს საკითხი და ჩვენ ყოველ შემთხვევაში სულისკვეთებას მე პირადად ვეთანხმები, იმიტომ რომ არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს სამაგალითო, ისეთივე როგორც ჩატარდა მაგალითად 2014-ში, 2013-ში მათ შორის, მაგრამ ამჯერად კონკურენცია ზედმეტად მძაფრი იქნება, ამჯერად პოლიტიკური ველი და სპექტრი არის რაღაც განსხვავებული და საოცრად მრავალფეროვანი, მათ შორის ზოგიერთი ისეთი ოდიოზური პარტიაც გამოჩნდა, საოცარი წინადადებებით და რა ვთქვათ, ზოგი აბსურდულით მათ შორის, მაგრამ პრინციპი უნდა იყოს გვარიდან არის ხაჩიშვილი თუ არ ვცდები, ხო, რაღაც ესე ვთქვათ, პრორუსული ძალები, რომლებიც ესე ვთქვათ აგრესიული კამპანიით შემოდიან და ესე ვთქვათ დისკრედიტაციას ახდენენ ზოგადად პოლიტიკური ველიდან პროცესებისაც. მაგრამ ამ შემთხვევაში მიმაჩნია მთავარ ამოსავლად ეს უნდა იყოს კულტურა ერთხელ და სამუდამოდ დანერგი როგორც დებატებში და მადლობას გიხდით რომ სწორედ თქვენ ხართ ზოგადად აი ამ დებატების დამფუძნებლები აკადემიურ სპექტრის და იმედი მაქვს რომ ზოგადად გადამდები იქნება ეს სხვა ტელევიზიებზეც იმიტომ რომ რაც ხდება ბევრ ტელევიზიაში აბსოლუტურად უმსგავსოება და შეიძლება ითქვას სამარცხვინოც კი ჩვენი დემოკრატიისთვის. არ ვიცი რა ხდება სხვა ტელევიზიებში ვერ მოგახსენებთ ჩვენი შექმნისთვის დიდი მადლობა. ნაციონალური მოძრაობა შეთანხმების ხელმოწერაზე უარს იმით ხსნის, რომ კორცხელის ინციდენტი არ არის ბოლომდე გამოძიებული და ისინი ამის არგუმენტად ასახელებენ, რომ შესაძლოა შეთანხმებაზე ხელმოწერაც კარგავს აზრს. როდესაც არ ხდება ასეთი საქმის გამოძიება. თქვენთვის მისაღებია ეს არგუმენტი? დავეთანხმები. კორცხელის ინციდენტი არ არის გამოძიებული, შესაბამისად არ არის სწორად ძიება წასული. კორცხელის ინციდენტში დამნაშავე პირები ყველასთვის ცნობილია. ეს არის გიგა ბოკერია, მათ შორის ნიკა მელია, მათ შორის ბევრი სხვანი, რომლებიც იყვნენ მან და გუნავად ვორცდები. ეს არის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ სისტემას, რომელიც ძალადობაზე იყო აგებული და რაც ყველაზე მთავარია, სწორედ ისინი იყვნენ ინიციატორები და ორგანიზატორები აი ამ დანაშაულებრივი მოქმედებების, მათ შორის ორგანიზების, აი მათი ეგრეთ წოდებული ზონდერების და მხარდამჭერების, რომლებმაც იძალადეს ესე ვთქვათ ჩვენს მომხრეებზე მათ შორის რომლებიც ჩასულები იყვნენ იქ საარჩევნო პერიოდისთვის და ასე შემდეგ. მე რო ყოფილიყავი მათ ადგილზე, მათ ადგილზე, ანუ ჩვენს მომხრეებთან ერთად და როცა დავინახავდი ნიკა მელიას ესე თქვა დიდაქტიკურ საუბრებს და ჭკუის სწავლებას, გულწრფელად გეტყვით, იმიტომ რომ ყველაფერი ის რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, მით უმეტეს ამ ადამიანებისგან არის აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის განსაკუთრებით ისეთ ჟესტებით манипуლირება და სიტყვებით გამოხატვა აი ამ ყველაფრის, რაც ზოგადად ყოველად მიუღებელია იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ადამიანებს აუპატიურებდნენ, კლავდნენ, ანადგურებდნენ, განსაკუთრებით იქ, სადაც ეს ხდებოდა, ეს არის სამეგრელოს რაიონი და რეგიონი. მე ისიც იმაშიც დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებმაც ხმა მისცეს ნაციონალურ მოძრაობას და ესე ვთქვათ, მათ კანდიდატს ეს ადამიანები ალბათ მსხვერპლი არიან იმ სიტუაციის და იმ ვითარების, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ხდებოდა. მე დარწმუნებული ვარ მეორე მხრივაც, რომ უახლოეს არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას სამარცხვინო შედეგს მიიღებს და იმედი მაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გასტუმრებული იქნება პოლიტიკური ველიდან, თუმცა თლად ეგეთი მოლოდინიც არ მაქვს. ამიტომ მოუწოდებ ზოგადად ამომრჩევლებს და მაყურებლებს, რომ ყველანი იყვნენ აქტიურები და ყველანი მოვიდნენ არჩევნებზე, იმიტომ რომ ამოსავალი ჩვენთვის უნდა იყოს სამართლიანობის და ღირებულებათა სისტემის სწორად დალაგება. ბატონ დავით, თქვენი განცხადება მახსოვს და ახლაც ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას გამახსენდა ეს განცხადება, რომ თქვენი მიზანია ამხილოთ ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში მყოფი პოლიტიკური ძალები. ახლაც ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას გაიხსენეთ ფაქტები, ამბობთ, რომ მათ ისინი ხოცავდნენ ადამიანებს და ასე შემდეგ. თან აცხადებთ იმას, რომ არჩევნების შეთანხმება და ქცევის კოდექსზე ყველა მხელი უნდა მოვაწეროთ, რაც კრძალავს ახლა იმას, რაზე თქვენ საუბრობდით. როგორ აპირებთ აი ეს ოქროს შუალედ დაიჭიროთ? ისე რომ სახელი მოაწეროთ.
ზოგადად მხილება ეს არის ვალდებულება ყოველი წესიერი ნორმალური ადამიანის, მათ შორის პარტიის. პარტიის მიზანი არის ერთის მხრივ დაარწმუნოს ამომრჩევლები თავის ესე ვთქვათ პროგრამაში და თავის სიკეთეებში და მეორეს მხრივ ოპონენტების მიმართ გამოავლინოს მათი სისუსტეები, მათი დამოკიდებულება ამომრჩევლების მიმართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ხაზს გავუსვავ დავასახელებ რამდენიმე პარტიას, მივცემ ჩემ თავისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში სწორედ ამ რეჟიმს ვერ ბრძოდი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა და სწორედ ის პარტიები, რომლებიც ეხლა ესე ვთქვათ გამოიჩეკდნენ, წარმოადგენენ სატელიტურ წარმონაქმნებს, ეს არის გირჩი, ეს არის პაატა ბურჭულაძის პარტია, განსაკუთრებით ხაზს გავუსვავ, იმიტომ რომ ამ პარტიაში გაწევრიანებული ადამიანები წარმოადგენენ ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულ პირებს, განსაკუთრებით წევრებს, რეგიონებში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, განსაკუთრებით ხაზს გავუსვავ ისეთი პატარა პარტიებისგან შექმნილ სიტუაციას, რომელიც პაატა ბურჭულაძის ახალგაზრდულია ეს თუ მოზრდილებია, ქრისტიან დემოკრატებისგან დაკომპლექტებული, მე პიროვნულად არ ვაყენებ შეურაცხყოფას ამ ადამიანებს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ როცა შანსი იყო იმისა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად დამდგარიყნა და ქვეყანა გადაგვერჩინა უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ, ეს იყო ნაციონალურ მოძრაობა და სააკაშვილის რეჟიმი, ეს ადამიანები იყვნენ შუაშისტები, ესე ვთქვათ, სინამდვილეში იყვნენ ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერები და ეს ადამიანები დარჩნენ ბოლომდე აი ამ ვთქვათ ვითარების მსხვერპლი. მე ერთ რამესაც ვიტყვი, რომ ნაციონალურ მოძრაობის წევრებს შეიძლება ვერ გაბედავდნენ და ვერ იზავდნენ, ესე ვთქვათ, ასეთ მკაცრ ნაბიჯს, რომ გადმოსულიყვნენ ხალხის გვერდით. მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ასეთ მიკროპარტიებს თუ სხვებს, ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, უნიკალური შანსი ჰქონდათ, რომ დამდგარიყვნენ ხალხის გვერდით. საბედნიეროდ ხალხმა გაიმარჯვა და ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ, მაგრამ ამ ადამიანების მოსვლა ხელახლა პოლიტიკაში ეგრეთ წოდებული შეფარული ვითარებით თუ ფერიცვალებით ყოვლად მიუღებელია, მათ შორის მე არ მახსოვს პაატა ბურჭულაძის განცხადება ერთიც კი, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე პერიოდში ეს იყო 2012 წლის არჩევნები, როცა ეთქვა მაგალითად, რომ ბატონო მიხეილ გონს მოეგეთ, ან მაგალითად ბატონო მიხეილ ხალხის გვერდით დადექით, ან მაგალითად ქართული ოცნება მე თქვენ გვერდით ვგავარ. აი ეს იყო ყველაზე დიდი მინუსი იმ ადამიანების, რომელსაც ჰქონდათ შანსი ყველაზე გადამწყვეტ მომენტში და ყველაზე პრინციპულ დროს გაეკეთებინა თავისი ღირსეული, ღირებულებაზე აგებული განაცხადი. საუბედუროდ ეს ადამიანები თანამზრახველები იყვნენ იმ დანაშაულის, რომელიც ხდებოდა 2012 წლამდე, განსაკუთრებით 2003-ის შემდეგ. გასაგებია თქვენი პოზიცია. ვანო მერაბიშვილის შესახებ მინდა გკითხოთ. სტრასბურგის სასამართლომ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, რომლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა და წარმომადგენლებმა დაიწყეს განცხადებების კეთება, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილი აღიარა პოლიტიკურ პატიმრად. როგორია თქვენი შეფასება ამ გადაწყვეტილებაზე ზოგადად და დღეს როგორც ცნობილია 3 წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება იმ ფაქტზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში კითხვის ნიშნით აღინიშნა ვანო მერაბიშვილის მოყოლილ ისტორიას გულისხმობ. მე როგორც ვიცი, სწორედ თქვენ გადაცემაში მოიხადა ბოდიში სატელეფონო ჩართვით მისმა ადვოკატმა, რომელმაც თქვა, რომ ეს თქვა შეცდომაში იყო შესული, აი ამ ესე თქვა თითქოს და სტრასბურგის სასამართლომ აღიარა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად და ასე შემდეგ. ჩვენს გადაცემაში არ ვთქვამს. ნუ ერთ-ერთი თქვენი ტელევიზიის გადაცემა იყო, კახიძემ აღიარა, რომ ეს თქვა შეცდომაში იყო შესული. რომც არ იყოს ეგრე სინამდვილეში ყოველ შემთხვევაში ჩემი ყურით მოვისმინე ეს განცხადება. საბოლოო ჯამში ვანო მერაბიშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე არაერთ საქმეში და ეს სასამართლომ გამოიტანა შესაბამისი განაჩენი. უბედურება ჩვენი რეალობის ის არის, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის ადეკვატურად დასჯილი. ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის, როგორც დღეს ძალიან სწორად განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბატონმა ნოდარ ჯავახიშვილმა, ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის სამუდამო პატიმრობა, სწორედ იმ 1000 უბედურების გამო, რომელიც ქვეყანაში დატრიალდა, განსაკუთრებით ეს იყო 2008 წლის მოვლენები, განსაკუთრებით ეს იყო ომამდე პერიოდი, როცა და ომის შემდგომი პერიოდი, როცა იღებდნენ ადამიანების გაუპატიურებებს ციხეში, შემდეგ ეს ჩანაწერები მიდიოდა ვანო მერაბიშვილთან, შემდეგ ესე თქვა ვანო მერაბიშვილი და სააკაშვილი უყურებდნენ ამას ესე თქვა პრივატულად ოთახში და ტკბებოდნენ და სიხარულით ესე თქვა იუმორით უყურებდნენ აი ამას ყველაფერს. მათ შორის ცნობილი ჩანაწერი, რომელსაც ვანო მერაბიშვილი სააკაშვილს ელაპარაკება ტელეფონით, რომ აი ესე თქვა მეუღლემ თქვაო, რომ ვაშკაცურად გამოდიოდა, სასაცილოდ არ ყოფნიდათ. აი ხა ყველაზე დიდი უბედურება ჩვენი ის არის, რომ ეს ადამიანები სამართალს ითხოვენ, ეს ადამიანები დემოკრატიას ითხოვენ და ეს ადამიანები ითხოვენ ადვოკატის, ვეკილის, ეს თქვა დახმარებას და სამართლიან სასამართლოს. საუბედუროდ თუ საბედნიეროდ ჩვენ ვართ დემოკრატიის პირობებში, სწორედ იმ დემოკრატიის პირობებში, რომელსაც მე არ ველოდი და არც მეგონა, თუმცა კარგია რომ ეს რეალობა დადგა, მაგრამ სამართლიანობა ითვალისწინებს იმას, რომ კვლელი, დამნაშავე და
გვამების მომთხოვნი ადამიანი არ დაისაჯოს 1, 2 და 3 და 5 წლით, არამედ მას მინიმუმ 10, 15, 20, 30 წელი უნდა ეკუთვნოდეს თითოეულ ამ საქმეზე. და ეს გულისხმობს სწორედ იმას, რაც ბატონმა ნოდარამა განაცხადა, სამუდამო პატიმრობას, იმიტომ რომ ეს არ არის ერთ გვამზე საუბარი, ეს არ არის ორ გვამზე საუბარი. გვამებზე იყო ნაციონალური მოძრაობის სისტემა აგებული, გაუპატიურებაზე იყო ეს სისტემა შექმნილი, ქონების ჩამორთმევაზე და გამწარებაზე ადამიანების შექმნილი. მათ შორის ხაზს გაუსვავ ის ადამიანები, რომლებიც იდგნენ ჩვენთან ერთად ქართულ ოცნებასთან ერთად 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, მათ შორის ქალბატონი ია მეტრეველი, მათ შორის ბატონი იური ვაზაგაშვილი, ენუქიძეების ოჯახი, ბევრი სხვა ის ოჯახი, რომელიც გამწარდა და გაუბედურდა აი ამ ვითარებაში, დღესაც ელოდება სამართლიანობის აღსრულებას იმ ნორმით და იმ ფორმით, რასაც ნამდვილად ქვია სამართლიანობის აღსრულება. ეს რომ მომხდარიყო საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში ან სხვა ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ ყველა ამ ადამიანის მიმართ სამართლიანი სასამართლო გამოიტანდა მნიშვნელოვნად ძიმე განაჩენებს, მათ შორის სამუდამოს და შეიძლება დახვრეტასაც კი, რომელსაც ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა. მაგრამ საუბედუროდ ზოგიერთი ელჩი ჩვენ გვარნახობს დღეს, რომ ეს არ უნდა მოხდეს აქ, იმიტომ რომ ჩემ ქვეყანაში ეს სწორად ასე უნდა ხდებოდეს, მაგრამ თქვენ ქვეყანაში ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ პოლიტიკური ველი, ესე ვთქვათ, ოპოზიციური ველი დაიჩაგრება და ეს საუბარი არ არის რაღაცა უბრალო ადამიანებზე და უბრალოდ ქურდბაცაცობაზე და ასე შემდეგ. საუბარია კვლელობებზე, ეს იყო ფაშისტური რეჟიმი, რომელიც როგორც გერმანიაში გიტლერის პერიოდი იყო, მაგრამ საქართველოს მასშტაბები იყო პატარა და საბედნიეროდ კიდევ კარგი რომ ჩვენ არ ვიყავით იმ სიდიდის ქვეყანა, მაგალითად როგორც უკრაინა ან როგორმე სხვა ამ ტიპის მასშტაბის ქვეყანა, თორემ სააკაშვილის მოცილება შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ადამიანი გვამებზე გადაივლიდა და მე აქვე ვიტყვი ხაზგასმით, მე მახსოვს 2012 წლის 1 ოქტომბრის მოვლენები ყველაზე კარგად, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების რიჩარდ ნორლანდის მოღვაწეობა და ჩვენთან ერთად, ხალხთან ერთად გვერდში დგომა და ობამას ადმინისტრაციის მუშაობა. მე არ ვიქნები მართალი, რომ ეს არ თქვა. მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი ელჩის განცხადებები არის ყოვლად მიუღებელი, იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენს სუვერენიტეტს, ეს ეხება ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სხვანაირად სახელმწიფო ვერ აშენდება თუ სამართალმა თავისი გზა არ პოვა, თუ დამნაშავეები არ დაისაჯეს. მე არ ვამბობ ქურდბაცაცებზე და პატარა დონის დამნაშავეებში, მე ვამბობ სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებში, გაუპატიურებებში, კვლელობებში, ადამიანების ქონების ჩამორთმევაში, ათობით, ასობით ადამიანს ჩამოართვეს ქონება, დატოვეს ბედის ანაბარა, მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ დღეს გამოიტანა განაჩენი ზურაბ ჭანკოტაძესთან დაკავშირებით. ეს იყო ადამიანი ავიაციის დეპარტამენტის უფროსი, რომელიც უბრალოდ იმის გამო დააკავეს, რომ შეატყობინა ერთ-ერთ მის მეგობარს, რომ საქართველოს ესე თქვა საჰაერო სივრცე დახურული იყო, თუ არ ვცდები ასლანაბაშიძე ეხებოდა ეს საქმე, ამის გამო არაპატია სააკაშვილმა, ის დააპატიმრეს, ციხიდან გამოვიდა 4-5 წლის შემდეგ, გამოვიდა 3 თვის შემდეგ, გარდაიცვალა ეს ადამიანი და დარჩა ბედის ანაბარა. და დღეს სტრასბურგის სასამართლომ ამ ადამიანის და მისი ოჯახის მიმართ გამოიტანა განაჩენი 20,000 ევროიანი კომპენსაციის გათვალისწინება, 35,000, მათ შორის 15,000 იქ ვექილის მომსახურება და ასე შემდეგ. აი ეს არის უსამართლობა, რომელიც არაადეკვატურია, მით უმეტეს აი ამ რეალობისთვის, რომელიც საქართველოში იყო. და ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვა, თქვენი პარტიის წევრები აგროვებენ ხელმოწერას სარეფერენდუმო კითხვასთან დაკავშირებით, 200,000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს. თუ არ ვცდები, რომელიც შემდეგ წარედგინება ცესკოს, რომელიც შემდეგ გადაუგზავნის პრეზიდენტს და გიორგი მარგველაშვილი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას არჩევნების დღეს ჩატარდება თუ არა რეფერენდუმით და ეს კითხვა ეხება ქალისა და მამაკაცის ერთობა არის თუ არა ოჯახი კონსტიტუციაში რომ განისაზღვროს ეს ჩანაწერი. როგორ მიდის ეს პროცესი? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის და მე კიდევ ერთხელ ვისარგებლე თქვენი ეთერით და მოვუწოდებ მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, რომ ხმა ეს ვთქვათ აიმაღლონ ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის ხელი მოაწერონ აი ამ ინიციატივას, რომელიც არის სანდრო ბრეგაძის მიერ ინიცირებული, სოსო მანჯავიძის მიერ და ზვია ტომარაძის მიერ, აი ამ სამ ადამიანმა მოახერხა ის, რომ რეფერენდუმზე გაეტანათ ეს საკითხი. ჩვენი პარტია სწორედ აი ამ პროცესს ესე თქვა ჩაუდგება საცავეში ამ ადამიანებთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოქალაქეების უმრავლესობა შეიძლება მილიონამდეც კი მოგროვდეს ეს ხელმოწერები, რომ ქალისა და მამაკაცის ერთად შეუღლება არის ოჯახი და არა ქალისა და ქალის, ან კაცისა და კაცის და სამწუხარო რეალობა ჩვენი და უბედურება ის არის, რომ თავს მოხვევა ხდება აი ამ ეგრეთ წოდებული ლიბერალური განწყობების, რომლებიც ყოვლად მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ფასეულობებთან, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან, ჩვენს მომავალთან და ჩვენი ოჯახების ბედთან.
აი ამას არც ჩვენი პარტია, არც ეს ადამიანები და არც ის მილიონამდე ადამიანი და მეტიც მე დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის 99% აი ამ ინიციატივას გულმხურ ვალეთში მიუდგება, ხელს მოაწერს აი ამ ინიციატივას და რაც ყველაზე მთავარია, საბოლოოდ გაიმარჯვებს ჩვენი ეროვნული ღირებულებები, ჩვენი ფასეულობები, რომელსაც ქვია საქართველოს და საქართველოსათვის ბრძოლა. აი ამ გზაზე ვინც დაგვეხმარება, ჩვენ ყველას დახმარებას მივიღებთ, მაგრამ ვინც შეგვეწინააღმდეგება ამ ინტერესების წინააღმდეგ, ჩვენ ღიად გავიმაღლეთ ხმას და ღიად ვიტყვით, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი. რაც არ უნდა მოყვასი იყოს ისა, ან რაც არ უნდა მტერი იყოს, შეუვალი ვიქნებით საქართველოს ინტერესებთან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. 20:30 შეკითხვებს დავით ფაცაცია პასუხობდა, ახლა რეკლამის შემდეგ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე 20:30-ში.